ისი თქვენ რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა არა მარტო პარტიიდან, ანუ ქართული ოცნებიდან, არამედ წავიდა პოლიტიკიდანაც კი. და ამით საბოლოოდ დასრულდა, არა, სლაც საბოლოოდ არ დასრულებულა, მაგრამ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ერთგვარად დასრულდა ძალაუფლების შემომტკიცების პროცესი ირაკლი კობახიძის მხრიდან თუ მიერ. ირაკლი კობახიძე ხდება ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, თუ არ მივიღებთ ხედველობაში ორ პირს, კახა კალაძეს და ვახტანგ გომელაურს, რომელმაც მთლიანად აიღო ძალაუფლება პარტიაში. ახლა ვისაუბროთ თემაზე, რატომ მიიღო გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. იცით თქვენ რომ დიდი დაპირისპირება იყო ხმების თანახმად პარტიაში. ირაკლი კობახიძის დაჯგუფება ებრძოდა ირაკლი ღარიბაშვილის დაჯგუფებას. ბიზინა ივანიშვილი იყო ერთგვარი არბიტრი მათ შორის, თუმცა მას დეტალებსთან დაკავშირებით ცხადია არ აყენებდნენ ხშირად საქმის კურსში, იმიტომ რომ დამფუძნებელი მამა ოლიგარქი ივანიშვილი ხშირად არ სტუმრობს პარტიის ოფისს და არ იცის იმ ყოველდღიური ამბების თაობაზე პრაქტიკულად არაფერი, რაც ხდებოდა პარტიაში, კვლავ ვიმეორებ ღარიბაშვილის დაჯგუფებას და კობახიძის დაჯგუფებას შორის და ეხლა დეტალებთან დაკავშირებით ბუნებრივია მას საქმის კურსში არც აყენებდნენ. არ მინდა ვთქვა რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზინა ივანიშვილის ფავორიტი არ იყო ან არ არის, მაგრამ ვერსია იმის თაობაზე, რომ საკუთარი კადრები პოლიტიკიდან და მმართველობიდან და პარტიიდან ღარიბაშვილი გაიყვანა ახლა და საერთოდ ივანიშვილს გახავს, ხო, მაქსიმალურად განარიდებს და კობახიძეს უტოვებს ძალაუფლების ბერკეტებს და ძალაუფლებას თლიანად, ეს ვერსია საკმაოდ საფუძვლიანია. რამდენიმე ხნის წინ დეპუტატმა კახი კახიშვილმა და ჩვენ გქონდა ამასთან დაკავშირებით ვიდეო ბლოგი, გააკეთა ამგვარი განცხადება, წაცდენაო მე ვთქვი, მაგრამ შესაძლოა სულაც არ იყო ეს წაცდენა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ეს არის შინაარსი და ლილუაშვილის განთავისუფლების კვალ გააკეთა ეს განცხადება კახიშვილმა თუ არ ვცდები კვირის პალიტრასთან ინტერვიუში და მისი ვარაუდით შეიქმნებოდა ახალი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იქნებოდა არსებული პოლიტიკური ჯგუფის ოპოზიცია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს განცხადება კახიშვილმა გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იყო საკითხი სხვა პოლიტიკური პარტიების გაუქმების თაობაზე, ანუ ნაციონალური მოძრაობისა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა, უკლებლივ ყველას გაუქმებას და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას ანონსებდა კიდეც მართველი ქართული პარტია ქართული ოცნება. მაგრამ ამის შემდეგ შეიცვალა ვითარება და კახიშვილის პროგნოზი როგორც ჩანს არ ახდა და შეიცვალა გეტყვით რატომ. იცით თქვენ რომ თეა წულუკიანის კომისია აი 2003-დან 12-მდე რომ უნდა გამოეძიებინა საქმეები ნაციონალური მოძრაობისა, მოითხოვა ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება, ანუ 5 მაისს უნდა შეეწყვიტა და 5 ივნისს შეწყვეტს თუ სხვა რამ არ მოხდა კიდე და უკვე შემდგომ მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა რომ რა გაეწყობაო, ჩვენ ვუხანგრძლივებთ მუშაობის დროს თეა წულუკიანის კომისიას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერავ კრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს და შესაბამისად პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა ოქტომბრის დასაწყისშიო და იქ დავამარცხებთ და უკვე მერე ავგზავნავთო. აი ამის შემდეგ აირია ვითარება, ანუ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ კრძალავენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვიდრე ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ამ კომისიის მუშაობის საბოლოო დასრულებამდე გაუჭირდებოდათ, იმიტომ რომ იქ მართლა რაღაც კონსტიტუციური პროცედურებია, იურიდიული საკითხებია და ასე შემდეგ და უკვე გადაერთო მართველი პარტია მეორე გეგმაზე, რომელიც სულაც აღარ ითვალისწინებდა ირაკლი ღარიბაშვილის გამთავარ ოპოზიციონერებას. სხვაგვარად წარმართული იყო პროცესი, ანუ 5 მაისს რომ დასრულებული იყო თეა წულუკიანის კომისიის მუშაობა, მას დაედო დასკვნა, რომლის საფუძველზეც აკრძალავდნენ ამ პოლიტიკურ პარტიებს 5, 6, 7, 8 პარტიას,
ამ შემთხვევაში ველსში შემოჰყავდათ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იქნებოდა ვითომ ოპოზიცია, ვითომ დაუპირისპირდებოდა მართველ ქართულ ოცნებას, ანუ კობახიძის ჯგუფს, დამარცხდებოდა თავის 20-25% წაიღებდა საკრებულოებში ქვეყნის მასშტაბით და იქნებოდა რომ აი ნახეთ, ჩვენ გვყავს ღირსეული ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის სახით, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, სწორედ იმიტომ რომ წულოკიანმა მოითხოვა 2012-დან 2023-მდე საქმეების გამოძიებაც და რასაკვირველია, ესეც მოითხოვა ბიზინა ივანიშვილის მოთხოვნით, ბიზინა ივანიშვილის რეკომენდაციით, არასწორი სიტყვა, ბიზინა ივანიშვილის ხუშტურის გამო და თავის მხრივ ბიზინა ივანიშვილს ეს ხუშტური აქვს, იმიტომ რომ მას სურს რომ გიორგი გახარია, ახლა რასახსენებელია, მაგრამ მაინც გიორგი გახარია დასაჯოს და გიორგი გახარიაც პარტიაც, როგორც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრი, ისიც მის ხიპოს ის წინააღმდეგაც განახორციელოს რეპრესიები. ხო და აი ამ არეულ ვითარების აჯაფსანდალის გამო გადაიფიქრეს ის პირველი გეგმა, ანუ ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებისა და ღარიბაშვილი, რომელიც ისედაც ჭედავს, ისედაც დაპირისპირებული იყო კობახიძის კლანთან და ასე შემდეგ, ღარიბაშვილისთვის გახდა გაუსაძლისი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ყოფნა პარტიაში, ის შეხვდა პარტიის დამფუძნებელს ბიზინა ივანიშვილს უთხრა რომ ის მიდის, ფორმალურად ასეა ყოველ შემთხვევაში, ბიზინა ივანიშვილს უთხრა რომ ოკეი, რაღაცა მიდიხარ, რა გაეწყობა წადი და ირაკლი კობახიძე უკვე პარტიაშიც მომძლავდა სავარაუდოდ და მაღალი ალბათობით სწორედ ის გახდება პარტიის თავმჯდომარე, ანუ იქნება პრემიერ-მინისტრი ერთის მხრივ და პარტიის თავმჯდომარე მეორეს მხრივ და ბიზინასგან ხელდასმული პრემიერ-მინისტრი რასაკვირველია, თუმცა არსებობს კვლავ ვიმეორებ ასეთი ვერსია იმის თაობაზე, რომ საკუთარი კადრებისაგან წმენდს ბიზინა ივანიშვილი პარტიას და მმართველობას მთლიანად, გახყავს საკუთარი კადრები და უკვე შემდგომ, როდესაც მარტო სახლში დარჩება ირაკლი კობახიძე, უკვე შემდგომ მიიტანს მასზე გადამწყვეტ იერიშს და აი გუშინდელი ვიდეობლოგი, რომელსაც 20,000-მდე აქ ნახვა თუ არ ვწდები, რომელიც ლევან დავითაშვილის გაპრემიერებას ეხება, შესაძლო გაპრემიერებას ეხება, პრინციპში ამ კამპოტის ნაწილია. ვინ დარჩა ბიზინა ივანიშვილის ერთგული უშუალოდ პარტიაში? ეს არის რასაკვირველია გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ჩუბინიძე. აი თუ ამ ორსაც გადათელავს ირაკლი კობახიძე, ეს მადასტურებელი იქნება იმისა, რომ კობახიძე მომძლავრდა, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი დროებით. ლევან დავითაშვილზე მკითხავთ ალბათ, არის თუ არა ის ბიზინას კადრი, კი მეთქი ასე გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ბიზინას ძაფია, აი თხელი ძაფი, თუნდაც დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთადერთი ძაფი, იმიტომ რომ სხვა ყველა ძაფი ასე თუ ისე შეკრიჭა თუ ჩახსნა თუ მოჭრა ირაკლი კობახიძე, სხვა ყველა ძაფი მეთქი ხმამაღლა ამბობ, ერთადერთი ძაფი იყო დავითაშვილის გარდა გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის აწუყე ყოფილი უფროსი. რაღაცა რომ ხდება მართლ პოლიტიკურ პარტიაში, ეს კი ფაქტია. ასე გაგრძელება, რომ არ შეიძლება ამას ხდებოდა და ხდება პოლიტიკოსთა ნაწილი. ხო, გამახსენდა, ამასობაში ვისაუბროთ კახი კალაძეზე და დავსვათ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა. აპირებს თუ არა კახა კალაძე იყაროს კენჭი დედაქალაქის მერად უკვე ოქტომბრის არჩევნებში. ეხლა ვინმე იტყვის, რომ დაიღალაო, ვინმე იტყვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარსო და ასე შემდეგ, განსხვავებული მოსაზრებები იქნება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობა აქვს დაიღალა თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის მერობით, თუ პარტია უბრძანებს, რომ მან უნდა მიიყაროს კენჭი, ის ბუნებრივია იყრის კენჭს. პარტია არა, თუ ბიზინა ივანიშვილი ეტყვის, რომ შენზე კარგი კანდიდატურა არ აქვს და კიდევ 4 წლით იყავი დედაქალაქის მერი, კახა კალაძეს იძულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით მას ამის დიდი სურვილი შეიძლება არც ჰქონდეს. ამავდროულად აქვე უნდა თქვა, რომ დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატი მართლ პარტიას პრინციპში არც ჰყავს. მე მსმენია ხმები იმის თაობაზე, რომ შეიძლება გიორგი აბაშიშვილის ეს ის გიორგი აბაშიშვილია სხვათა შორის პრეზიდენტ მარგველაშვილთან რომ მუშაობდა და მისი მარჯვენა ხელი იყო და არსებულ მაშინ როცა მუშაობდა მარგველაშვილთან არსებული ქართული ოცნების მოწინააღმდეგე იყო და ახლა ისე მოლაგდა რომ რაღაცა
არც თუ ზვირადთან ალბათ ხო, არც თუ მაღალ ხელფასზე რაღაცა გადაცემა მიხავს ტელეკომპანია იმედზე, როგორც რაღაც სისულელებს აბრახუნებს ხოლმე. გულახდილად წუხვარ გიორგი აბაშიშვილის ამ გვარი მეტამორფოზის არა ტრანსფორმაციის არა მოკლედ გადასხვაფერების გამო ჩანსის იყო ყოველთვის იყო კოცი მათ შორის მაშინაც როცა ის მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან სულ მინიმუმ კონიუნქტურში კია სხვა არაფერი მაგრამ ეხა აბაშიშვილზე არ დავხარჯოთ დიდი დრო მით უფრო იმ აბაშიშვილზე რომელიც ცოტა ხნის წინ არა 1-3 წლის წინ როცა გახარია გააქტიურდა პოლიტიკაში ერთი ხანობა მიცუცქდა გახარიასთანაც მაგრამ გახარიასგანაც წამოვიდა ყოველ შემთხვევაში ესე და მე უცებ დაალაგდა ქართულ ოცნებასთან. კარგით, აბაშიშვილზე დიდი დრო არ დავხარჯოთ და ვამბობდი იმას, რომ აი ამ აბაშიშვილს მოჰყავს ხოლმე და აქებს უფრო ზუსტი რო ვიყო შესაძლო კანდიდატს მერობისა, თუ ვინმეზე მსმენია რომ ის იქნება კახაკალაძის შემცვლელი, ეს არის ნოშიკო ნოშრევანა, ნუ ხო, მაღალი ალბათობით ესე ქვია, ნოშიკო მოკლედ. სკრინობითი ფორმა შევარჩიოთ ჩვენს სახელისა, კი არ დავაკნინე უბრალოდ ესე თიკო, თინათინი არის თიკო. თამარი არის თაკო და ასე შემდეგ, ხო? იოანე არის ივიკო. ირაკლი არის იკაკო. მას გულისხმობ. ღარიბაშვილს ან კობახიძეს მნიშვნელობა არა. ხო და ეს ნოშიკო ნამორაზე შეიძლება გახდეს დედაქალაქის მერი. სხვა კანდიდატი ვინ ყავს? ვერ გეტყვით, კახაკალაძეს რომ უნდა გასვლა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ შესანიშნავად გრძნობს რომ მარწუხები დასავლეთიდან მასაც კი მილანის ვარსკვლავს მილანში მიღებულ კაცს მისი ძვირფასი ცოლის მეუღლეს იმ ძვირფასი ცოლისა რომელსაც უყვარს დეფილეები უყვარს მილანში გრიალი და ასე შემდეგ ეს მარწუხები შეიძლება შემოეჭიროს ხო შესანიშნავად ხდება და იქნება და გაასწროს ღარიბაშვილს პრინციპში გასწრება სცადა ხო ის კი ამბობს რომ მე რატო უნდა დამასანქცირონო კი მაგრამ რატო უნდა ესანქცირებინათ მაშინ ირაკლი კობახიძიან სხმები სუსტად იმიტომ დაასანქცირეს რატომაც უნდა დაასანქცირონ ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლად იმისა ის სად იქნება, მაგრამ ეს არის ცდელობა იმისა, რომ იქნება და დაუძვრეს ამ დასავლეთიდან მარწუხებს კი არა სანქციებს, რომლებსაც მაღალი ალბათობით დააწესებს ცალკე ევროკავშირი და ცალკე მეგობარი აქტის ფარგლებში, ან მის მიღმა შეერთებული შტატები. ხო და ამბავიც ეს არის, ღარიბაშვილმა გაასწრო ბიზნეს ამ ვერსიის თანახმად, მეორე ვერსიის თანახმად გახავს, ეს არ არის სიმართლე გითხრათ კარგი, თლად კარგი ამბავი. ამ კუთხით თუ შევხედავთ ირაკლი კობახიძის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია ნიშნავს მეტ რეპრესიას, მეტ კატასტროფას ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ის ირაკლი კობახიძე, ირაკლი კობახიძე არის FSB-ს ერთი ხაზი, ეს არ ნიშნავს რომ ღარიბაშვილი FSB-ს ხაზი არ იყო, FSB-ს ხაზზე არ იყო, მაგრამ აი ამ ხაზებს შორისაც სხვაობაა და ღარიბაშვილს შესაძლოა რომელიც სისულელებს აბრახუნებდა ხოლმე ბრატისლავაში რაც თქვა ასე მაგალითად იყო სრული კატასტროფა ან მისი პოლიტიკა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკა იყო სრული კატასტროფა მაგრამ ირაკლი კობახიძე აი ღარიბაშვილზე უარესია მეთქი ეს რო თქვა ალბათ ამითაც არ გაგაკვირვებთ ირაკლი კობახიძის ძალაუფლების კონცენტრაცია ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია არ არის ფლად კარგი, იმიტომ რომ რეპრესიებს გააგრძელებს ეს პატარა ბიჭი, ეს შეშლილ თვალებიანი კაცი. მაგრამ თუ გავუყვებით რაღაც ვერსიას, იმასაც უნდა ვენდოთ არა. ერთგვარად მიუყვეთ იმ ვერსიას, რომ ბიზინა ივანიშვილი რომელიღაც ეტაპზე ბრახტა ირაკლი კობახიძეს მოახჭობს ოღონდ. ოღონდ აქაც მნიშვნელოვანია. ბიზინა ივანიშვილს ყოფნის თუ არა პირველი ძალა და მეორე აქვს თუ არა მას ექნება თუ არა უფლება ნებართვა მოსკოვიდან რომ მოახჭოს ირაკლი კობახიძე და სამტკიცებელი ექნება ბიზინა ივანიშვილს მოსკოვისთვის რომელთანაც გადახლართულია რომ ირაკლი კობახიძე ახლა ხელს უშლის იმ გეგმების განხორციელებაში რასაც საქართველოს რუსეთიზაცია ჰქვია თავისი ამ მეთოდებით ანუ ამ რეპრესიული ქმედებებით ნება შესაძლოა აქვს სურვილი უფრო ზუსტი ვიყო შესაძლოა აქვს მაგრამ ეყოფა თუ არა ძალა ეყოფა თუ არა გამბედაობა რომ მოსკოვს შეჰბედოს ეს ყველაფერი და დაუსაბუთოს რაც თავარია რომ კობახიძე მოსაცილებელი თან კობახიძე მარტოც არ არის კობახიძე ძალაუფლების კონცენტრაციაზე რომ სავლაპარაკოთ პარტიის შესაძლოა საშუალო რგოლებში არც თუ
დიდად პოპულარულია, მაგრამ კობახიძეს ყავს ეს მორჩილები გარშემო, ხო, როგორც პარლამენტში მდინარ რაძე და მისი კლანი, წილოსანი მდინარაძე, სხვები და სხვები და სხვები, რომლებიც არ გაყიდიან ესე იოლად ირაკლი პატრონს, კობახიძეს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველასთან მორგებული წულუკიანიც მისი კლანის წევრია, უკაცრავად ის პარლამენტშია, სხვები და სხვები, მაგალითად, უკაცრავად წულუკიანი ხო პარლამენტში გადავიდა, შემეშალა, მოკლედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისი კლანის წევრებიც არიან და პარლამენტშიც არიან და ასე შემდეგ და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილიც საბოლოო ჯამში მისი კლანის წევრია. გაქცეულები არასწორი სიტყვა ალბათ, მაგრამ შედარებით განრიდებულების სია იზრდება. ვინ გავიხსენოთ ახლა და პოეტი არჩილ თალაკვაძე, მის ლექსს მაპატიეთ და ვერ გავიხსენებ, თუმცა რაღაცაზე ლაპარაკობდა, ხო, რაღაცა შეხება, ვნება, რაღაც ცოტა ეროტიული ნიშნებიც ჰქონდა, რაღაც ლექსში არ მახსოვს. ცოტა წაეთამაშა ეროტიკას, აჩიკო. ხო და სხვები არ ვიცი ამდენად კარგად წერენ ლექსებს და არც ის არ ვიცი რამდენად იციან ეს სიტყვები. მე ლექს არ ავწერ, ლექსი თვითონ წერს. ჩემი სიცოცხლე ამ ლექსთან ახლავს. ხო, მოვარდნილ მეწყერთან დაკავშირებით მეწყერი მოდის ქართული ოცნების ძვირფასო, კი არა ძვირფასო წარმომადგენლებო. ლექს მეუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. ცოცხლად დამარხვას ცხადი არ გისურვებთ, მაგრამ დამარცხება კი თქვენი გარდაუვალია. ნახვამდის.